დღე და ღამე მშვიდობისა ვიწყებთ ახალ გამოშვებას არასიმბოლურით 11 თვის შემდეგ ფეხბურთელი მინდა წარმოგიდგინოთ. მანამდე სანამ წარმოგვიდგენს, გამოვიწეროთ, დავალაიქოთ, დავაკომენტაროთ, გვიყვარდეს და პატივიცეთ. ესე იგი, მე ვიტყვი ფეხბურთს რაღაცას ემსგავსება ჩვენი არასიმბოლური და მომწონს. კი, რაღაცა შტრიხები შეიძინა. კი. ფეხბურთს გეტყვი ქვეყანა გამოიცანე, კიდე? კი. ზიდან იღბალი. ესეთი ფეხბურთი. თავში ალჟირი მომდის, მაგრამ იღბალზე მიდის ისე. იღბალი ეგ არის, არაბული სიტყვა. იღბალ, ხო? იღბალ. ეგეთი ჟღერადობის არის. მოდი იყოს ალჟირი და რაღაც შორსა. ეს არის ერაყი. ერაყი არის ანუ ეს ზიდან სახელია? ზიდან სახელი, ხო. იღბალი არის ეგვარი. ეს ერაყში კი აღმოჩნდა, მაგრამ ამერიკაში მორგანის სიტყვაზე ეს გვარიცრული და სახელიც. ზუსტად. ხანის არის. ამას ეძახოდა პაკისტანის ნაკრებიც და ინგლისის ნაკრებიც. ზიდან იღბალს. ხო. ეს მანჩესტერის გასტილია და მოასწრო კიდეც ჩემპიონთა ლიგაზეც კი იღბალ ეწერა? კი, იქბალ. კიუტი. ხო. მაგრამ ტენჰაგს არ მოეწონა რაღაცა მასში. მე თვითონ ტენჰაგი არ მოეწონათ. უკვე ამისთვის მაგას მნიშვნელობა აღარ ქონდა. ეს იღბალისთვის გაყიდული იყო 850,000 გირვანქად უტრეხტში. და ეხა ციგა იქ არის იმასთან ერთად. იცი ვინ თამაშობს ეხა უტრეხტში? აბა, გამახსენე? აიაქსში იყო, მერე დორტმუნდში თუ აინტრახტში იყო, ჰალერი. სებასტიან ალე. კი. კოდივუარელი. აჰა. ხო, მაგარის იმ სიმნე დაამარცხა. ხო. კარგი ბიჭია. ერაყის ნაკრებში ეს ზიდანი მართლა მაგიტო ქვია. იმის საბატისო. და ეს არ არის ერაყის ნაკრებში ერთადერთი, ვისაც ფეხბურთელის გამო დაარქვეს სახე. ამას კიდე არა უშავს, ხე არაბია და ზიდანი. ამათ ყავთ კიდე აიმარ შეირი, ესეთი. აიმარი რო იყო, პაბლო აიმარი. ხო. ბიჭო. ანუ ამ ლოგიკით შეიძლება რამდენიმე წელში ერაყის ნაკრებში იყოს კვარაცხელია. კი, კაცო, ეგ აუცილებლად. ბალხარად. ხო? კი. ან ვენესუელას ნაკრებში. კვარაცხელია რივასი. ან რიოსი. ასევე ბარემ თქვათ რა ხანამდე იმებს შევყევით ფეხბურთელის სახელი და ესა და ესე ლუკას ზიდანიც არის ამ ჩემპიონატზე. ზიდანიჩი. ზინედინიშვილი მაროკოს ნაკრების მესამე მეკარე. ხო. მაროკოს კი ალჟირის ბიჭო. ხო, ალჟირის ბოდიში. ხო, რაღაცა შეუსწორე ჯანელს. აი, ეს ბიჭი ინგლისი ზიდანი? გაზრდილია ეს ზიდანი იღბალი, მაგრამ დედამისი არის ქალაქ ურუქიდან. ქალაქი ურუქი. ერთი ვერსიით ეს არის მსოფლიოს ყველაზე ძველი ქალაქი. ვა. აი, შუმერების დროინდელი. ეს რა ვერსიით? თავისი ვერსიით თუ არის რაღაცა? არა, პირველი დამწერლობები ხო აქ შეიქმნა და დაწერილი რაღაცეც არის ქალაქზე ამაზეა. რომ 8000 კაცი ცხოვრობდა მტერი თუ მოდიოდა რაღაცა კედლებში 40,000 შეიფარებდა და ძალიან დიდი ქალაქი გამოდის იმ დროისთვის. ბიბლიაშიც არის ნახსენები. ურუქი იგივე ერაყი საიდანაც მოდის, რა. ხო. აქვთ რამე ხა სახლი კარგი აქვთ დარჩენილი. დედას კი ურუქში, დედულეთში. დედულეთში აქვს. ჩვენ როცა 86 წლის ერაყაზე ვილაპარაკობდით, მაშინ გითხარი რომ სადამ ჰუსეინის შვილი იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ჯერ ჩვევაში არ ქონდა ფეხბურთელების წამება. განო არ ვცოთ ეგ თემა? მიდი, აბა დაშვება. ესე ჩვევაში რო შეუვიდა. ჩვევაში რო შეუვიდა. გადაუვიდა თუ როგორც არის. გამოაკრა ესეთი ისა პლაკატი. წესები. თუ ფეხბურთელი ვარჯიშზე დააგვიანებდა
ფეხს აჭრიდნენ. შეიძლება ციხეში ჩაესვათ რაღაც პერიოდში. თუ წააგებდნენ ორი დასჯა იყო ელექტროკაბელს მიადებდნენ ცოტა ხანი და აჩვენებდნენ შეცდომა დაუშვა და როგორ უნდა გამოასწოროს ან სიბინძურეებში აბანავებდნენ მეორე ეს ქონა ამიტომ 90-ში როცა ომი დაიწყო და ერაყი მოკვეთეს საერთაშორისო თამაშებიდან ფეხბურთელებმა ამოისუნთქა როგორც წესი ეს ფეხბურთელებს ძალიან წინ და უკარიერა დამიმთავრდა და რაღაც აზრი აქვს და იქ ამოისუნთქა თვითონ ის ბიჭი ზიდანი არა ეს სადამის უფროს შვილზე საუბრობ ნუ უმცროსე თუ გინდა მე მოგიყო რა თქმა უნდა ეს უფროსი შვილი მრავალ პროფილიანი, ბევრი ინტერესი ჰქონდა ცხოვრებაში განსხვავებით უმცროსისგან, უმცროს მარტო ჟილეტა დასჯა. ეს დაუხრიტოთ, ის ჩამოვახშო. დენის კაბელი მივადოთ. ხო. და ამას მაგის გარდა ასევე ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტი იყო. გაზეთი ჰქონდა თავის ბაბილი. რადიო ჰქონდა ერაყის ხმა. პროფესორი იყო. რისი პოლიტოლოგიის და დაწერა ნაშრომი, რომ უახლოეს ხანში ამერიკა დაიშლება. ძალიან ცოტა დარჩაო. მე მოვესწრებიო. თვითონ 2003-ში რაკეტით მოკლეს. თვითონ და მისი ძმაც. ისა უსაქმური? უსაქმური არ იყო კაცო. ის 22 წლის იყო უშიშროების სამინისტროს ადგილი. არაფერი რა მარტო ჟლეტა ინტერესებდა. ხო, მაგრამ ჟლეტა უსაქმური კი არ იყო. უშიშროების ისება რა, კერძო არმია ყავდა და მილიონი საქმე ქონდა. უსაქმურია. კერძო არმია ამასაც ყავდა. ხო. ხო და მე უკვე ომი რო დაიწყო იქ ამერიკა რო შეიჭრა, ესენი გაქრნენ. რახან 18 არაბული ქვეყანა არსებობს და ამათ რთული ურთიერთობები აქვს ერთმანეთთან, ზოგი დეზინფორმაციასაც ავრცელდა. მაგალითად, უფრო შვილზე გააწერეს, რომ იორდანიაში კაპარვას ცდილობდა და მამამისმა დაიჭირაო და ციხეში ჩასვაო. იმ ციხეში, სადაც ეს საწამებდა ემათ. ფეხბურთელებსაც მათ შორის და კურთებს და ოპოზიციას. მაგრამ ეს არ დადასტურდა 3 დღის მერე მთავრობის ხდომა პირდაპირ ეთერში იყო და ესეც იჭდა მამამისს. მერე ომი რო დაიწყო გაქრა, 3 თვე ვერ პოულობდნენ და მერე ვიღაცა ამერიკელებს მიაწოდა ინფორმაცია ქალაქ მოსულში ამადამ სახლში იმალებია. რატო მიაწოდა? 30 მილიონი დოლარი იყო ჯილდო. ამას მიაწოდა. მივიდნენ ისინი 6 საათი იყო სროლები. 6 საათის მერე შესთავაზეს რომ დაგუნებდითო. ამათ უთხეს არაო, ისევე სროლეს და მერე იმათ მოიტანეს ძალიან დიდი რაღაცა. რაკეტა და მთელი სახლი ანადგურეს. ესე ზიდან იღბალს რო დავუბრუნდეთ. ეხლა რა შვება ზიდანი? ზიდან იღბალი არის ერაყის ნაკრებში და ველოდებით რა სიზამს. ამ ვიდეოს ჩაწერისთვის ჯერ ერაყის ნაკრებს არ უთამაშო. ხო, ეხლა თანამედროვე ერაყის ნაკრები არის ძირითადად სხვაგან გაზრდილი ფეხბურთელების უკან მოწვევის ეს არის რა რეჟიმში. ხო, ბევრი ნაკრებია ეგეთი, მაგრამ ერაყში ძირითადად ეგეთი ხალხია და ეს ინგლისში მიაგნეს ამას. რომ მიაგნეს ეს უკვე მალე გადავიდა ნიდერლანდებში. მაგრამ ალბათ ეს იქნება შემადგენლობაში. ზიდან იღბალი. ხო, იღბალი იყო იცი რას ნიშნავს? იგივეს ნიშნავს არაბულად. და ზიდანიც იგივეს ნიშნავს. ზიდანი და იღბალი სინონიმებია. მართლა? ანუ იღბალი არის? ხო, ხვავი და ბარაკა ეგეთ რაღაც. ვა. ნახოთ მართლა რა ზიდავს. ეს რო გააგდოთ სათაურები წარმომიდგენია. იღბალმა ზოგი გვაქცია და რა თქმა იყო იქ. კი. ბარემ რახან არ გეზარებათ და ამას აპირებთ რომ დააკვირდეთ. აი მარ შეისაც და იქო ირბენს თქვენი რამიდის. ხო. ჩვენ კი აი ამ ფეხბურთელით შევავსოთ. აუ ისე იმეს ჩვენი არასიმბოლური. რო არ ქონდეს ნანახი ეს
ზიდანი ღბალზე. ხო. და ხო შესაბამისად აიმარ შენზე სხვა იქნება ინფორმაცია. ესეთი ამომწურავია. ხო, და აპლიკაციაში რო შევალ, როგორ მორჩა ერაყის თამაში და რო ეწეროს რა გოლების ავტორი ზიდანი და აიმარი. დამიღებს პირს. ამიტომ უნდა გამოიწეროთ და ლაიქოთ და კომენტარით. რაღაცა კაი სამბობთი. ჩვენ კი კიდევ ერთი არა სიმბოლური ფეხბურთელით შემოგიერთებით მომავალ დღეს.